ფერფლის წვიმა იაპონიაში, სასიკვდილო მიწისძვრა ფილიპინებზე, დამანგრეველი ტორნადოები ევროპაში, იშვიათი ღრმა ფოკუსის მიწისძვრა იტალიაში. რა ხდებოდა პლანეტაზე გასულ კვირას განვიხილავთ გამოშვებაში. იტალია. ივნისის პირველ კვირაში რეკორდული სიცხის შემდეგ იტალიაზე ციმა ფრონტმა გაიარა, რამაც ქვეყნის ჩრდილოეთიდან ცენტრამდე ძლიერი და ალაგ-ალაგ ექსტრემალური ამინდის მოვლენების სერია გამოიწვია. 2 ივნისს ძლიერი ჯექა ქუხილი დაატყდა თავს პიემონტის რეგიონს. ზოგან ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ გადააჭარბა. სტიქიამ წააქცია ხეების სახლებს სახურავები გადახადა, ჩამსხვრია ფანჯრები და ელექტრომომარაგების შეფერხებები გამოიწვია. შტორმმა ასევე დააზიანა ტურინი, ჯერმანიანოს სარკინიგზო ხაზი, რის გამოც მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. 3 ივნისს ჯექა ქუხილმა ადრიატიკის სანაპიროზე მარკეს რეგიონს მიაღწია. მათ შერატას პროვინციაში დაფიქსირდა იშვიათი მამატუსისებრი, მუწუკისებრი, ხრუბლების ძლიერი ატმოსფერული არასტაბილურობის ნიშანი. სან-პაულო-დიეზის რაიონში სულ რაღაც რამდენიმე წუთში ქათმის კვერცხის ხელასეთყვამ დაფარა მიწა, დააზიანა ავტომობილები, სახლები და ნათესები. ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია ლოკალური წყალდიდობები და შეფერხებები ტრანსპორტის მოძრაობაში. იმავე დღეს რომი მოულოდნელი IF1 კატეგორიის ტორნადოს დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. გრიგალმა 50-ზე მეტი ხე წააქცია, დაცემისას მათ დააზიანეს ავტომობილები, ფანჯრები, ტერასები, შუქნიშნები და ელექტროგადაცემის ხაზები, ხოლო სადენების გაწყვეტამ ხანძრები გამოიწვია. დაზარალდა სავაჭრო ზონაც, ტორნადომ ჰაერში აიტაცა პავილიონი, რომელიც შემდეგ გაჩერებულ მანქანას დაეცა. ბაზარზე დაზიანდა სავაჭრო ადგილები, გადახურვები და აღჭურვილობა. ხეებმა და კონსტრუქციების ნამსხვრევებმა გზები ჩახერგა. 2 ადამიანმა მიიღო ტრავმა, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობამ ნამდვილი საშინელება განიცა და მოულოდნელი დამანგრეველი სტიქიის გამო. 5 ივნისს მძლავრმა ჯექა ქუხილმა მოულოდნელად გადაუარა მილანსა და მის ჩრდილოეთ გარეუბნებს, რამაც გამოიწვია წყალდიდობები, სერიოზული შეფერხებები ტრანსპორტის მუშაობაში და ინფრასტრუქტურის დაზიანება. ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მოკლე დროში 60 მმ-მდე ნალექი ჩამოვიდა, ხოლო ჩინიზელოში ინტენსივობამ საათში 51 მმ-ს მიაღწია. დონეს, რომლის დროსაც სანიაღვრე კანალიზაცია სწრაფად ვეღარ უმკლავდება წყლის ნაკადს. მდინარე სევეზოს დონის სწრაფმა მატებამ ხელისუფლება აიძულა ემუშავებინა წყალსაგდები რეზერვუარი, სპეციალური ჰიდროტექნიკური ნაგებობა, სადაც წვიმის ჭარბი წყალი მიიმართება. ეს საშუალებას იძლევა შემცირდეს ნაკადის პიკი კალაპოტში და დაიკლოს საქალაქო რაიონების დატბორვის რისკმა. ლიტვა. 5 ივნისს ლიტვის ზოგიერთი რაიონი მძლავრი შტორმის, ჯექა ქუხილისა და კოკის პირული წვიმების ტყვეობაში აღმოჩნდა. უამინდობის განმავლობაში ქვეყანაში ელვის თითქმის 4700 დარტყმა დაფიქსირდა, ზოგან კი დღე-ღამეში ნალექების ორკვირიანი ნორმა ჩამოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ძლიერად დაარტყა ქალაქ კაუნას. აქ დაახლოებით 37 მმ წვიმა გადმოიღვარა, რამაც ქუჩების დატბორვა გამოიწვია. თუმცა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ტორნადოებმა, რომელთაგანაც ამ დღეს ქვეყანაში ერთბაშად 4 დაფიქსირდა. ყველაზე მძლავრი გახდა IF2 კატეგორიის ტორნადო, რომელმაც კაუნასში გაიარა. მისი გზის სიგრძემ დაახლოებით 3 კილომეტრი შეადგინა, ხოლო სიგანი 200 მეტრს აღწევდა. გრიგალმა სულ რაღაც 1 წუთში წააქცია ხეების სახლებს სახურავები გადახადა, დააზიანა ავტომობილები და ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა დაახლოებით 8000 ადამიანი. მნიშვნელოვანი ნგრევა აღინიშნა ადგილობრივ სასაფლაოზე. თვითმხილველთა თქმით, იქაური სურათი ნამდვილად აპოკალიფსურად გამოიყურებოდა. წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს საფლავები და ძეგლები, ხოლო სასაფლაოს ხელოვნურ ყვავილებს ადამიანები საკუთარ ეზოებში პოულობდნენ, მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით. კიდევ ერთმა ძლიერმა, IF1 კატეგორიის ტორნადომ გაიარა კაზლურუდას რაიონის სოფელ ანტანავასში. ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებოდნენ, რომ გრიგალი პრაქტიკულად არაფრისგან წარმოიქმნა და თვალის დახამხამებაში მოიკრიბა ძალა. ის გლეჯდა სახურავებს, ძირფესვიანად ხრიდა ხეებს, ჰაერში იტაცებდა სხვადასხვა საგნებს, ხოლო მისი გუგუნი თვითმფრინავის აფრენას გავდა. კიდევ 2 ტორნადო თვითმხილველებმა პანევეჟისისა და კოპიშკისის რაიონებში გადაიღეს. ბულგარეთი. 2 ივნისიდან შტორმიანმა ამინდმა კოკის პირული წვიმებითა და სეტყვით ბულგარეთის უმეტესი ნაწილი მოიცვა, რამაც რიგ რეგიონებში ლოკალური წყალდიდობები და სერიოზული მატერიალური ზიანი გამოიწვია. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სლივენის ოლქის სოფელ ტიჩაში, სადაც ძლიერი თავსხმაწვიმების შემდეგ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა სახლები, ეზოები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ზოგან წყლის დონემ დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია.
ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო ამოქმედა მოსახლეობის გადაუდებელი შეტყობინების სისტემა DLR. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ასევე კოტელ ომურტაგის ეროვნული გზის მონაკვეთის, სადაც ავარიების თავიდან აცილების მიზნით მოძრაობა შეჩერდა. ვარნის ოლქში სტიქიამ ასევე დაარღვია სატრანსპორტო მიმოსვლა. რამდენიმე რეგიონალური მაგისტრალი დაიტბორა და ტალახის ფენით დაიფარა. სოფელი მედოვეცი რამდენიმე დღეში ორჯერ დაზარალდა წყალდიდობისგან. წყალმა ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსა და სასოფლო სამეურნეო წარმოებას, ასევე დაანგრია 5-დან ერთ-ერთი ხიდი. სტარა-ზაგორას ოლქის კაზანლიკის თემის რაიონში ძლიერმა შტორმმა თავსმაცვიმები და ალაგ-ალაგ ნიმზის ხელასეთყვა მოიტანა. სოფელ ენინაში მან სულ რამდენიმე წუთში ეზოები ყინულის სქელი ფენით დაფარა. ბრაცის ოლქის სოფელ ბოროვანის მცხოვრებლებმა ვიდეოზე გადაიღეს რეგიონისთვის იშვიათი ტორნადო, თუმცა მისგან მიყენებული ზიანის შესახებ შეტყობინებები არ შემოსულა. ნიდერლანდები 4 ივნისს მცირე, მაგრამ დამანგრეველი ტორნადო დაატყდა თავს სოფელ გლანერბრიუქს ნიდერლანდების ოვერეისელის პროვინციაში. გრიგალმა ფუჯიტას საერთაშორისო შკალით IF 1.5 კატეგორია მიიღო. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებსა და სამეურნეო ნაგებობებს სახურავები გადაჰხადა, მოტეხა ხეები და ღობეები, მთლიანად დაანგრია საწყობი. თვითმხილველთა თქმით, სახურავების ნამსხვრევები 80 მეტრამდე მანძილზე გაიფანტა. ასბესტის შემცველი მასალების მქონე გადახურების და ზიანების გამო ჰაერში მოხვდა სახიფათო ასბესტის ბოჭკოები, რომლებიც ჩასუნთქვისას ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ამიტომ ტერიტორიის გასაწმენდად სპეციალიზებული კომპანია ჩართეს. დაზარალდა ადგილობრივი დაწყებითი სკოლაც, რის შემდეგაც დაზიანებული შენობიდან ყველა ბავშვი მშობლებმა წაიყვანეს. საბედნიეროდ ოფიციალური მონაცემებით არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ტორნადომ გზა გერმანიისკენ განაგრძო და უკვე რამდენიმე წუთში მიაღწია ქალაქ კრონაუს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მხარეში. აქ გრიგალის ინტენსივობა IF 1 კატეგორიამდე შესუსტდა და ზიანი საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა, ხოლო დაყრილი კრამიტი და სახურავების სხვა უმნიშვნელო დაზიანებები. ინდოეთი 1 ივნისს საღამოს მძლავრი შტორმი თავსმაცვიმებით ინდოეთის რაჯასტანის შტატს დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 100 კილომეტრს აღწევდა, ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა, სახლებს სახურავები გადაჰხადა, დააზიანა ელექტროგადაცემის ხაზები და სატრანსფორმატორო ქვესადგურები. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალმომარაგების სისტემების მუშაობაში შეფერხებების გამო ბევრი დასახლებული პუნქტი სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. სერიოზული ზიანი მიადგა განახლებადი ენერგეტიკის ობიექტებს. ბარმერის ოლქში ქარის ტურბინა ჩამოინგრა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ქვეყნის ენერგობალანსში მზის ენერგეტიკის წილი სწრაფად იზრდება. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში მთელ ქვეყანაში რეკორდული 316,000 ასეთი მზის სისტემა დამონტაჟდა. ხოლო რაჯასტანის შტატს ინდოეთში პირველი ადგილი უკავია მზის ენერგეტიკის დადგმული სიმძლავრით. აქ არის თავმოყრილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მზის პარკები. სამწუხაროდ სწორედ ეს ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა მძლავრი შტორმის დარტყმის ქვეშ. ჯაისალმერის ოლქში ძლიერმა ქარმა ასობით მზის პანელი მოგლიჯა და გაფანდა, ფრინავი ნამსხვრევებისგან კი მუშა დაშავდა. სოფელ პარევარში ცემენტის ქარხანაზე ქარმა ლითონის გადახურვა მოგლიჯა, რომელიც მძინარე მუშებს დაეცა. დაშავდა დაახლოებით 18 ადამიანი. განსაკუთრებით მძიმე შედეგები შტორმმა ბარმერის ოლქში დატოვა, სადაც ათობით სახლი დაინგრა. გადასარჩენად ადამიანები პანიკაში გარბოდნენ ქუჩაში. კედლების ჩამონგრევის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ერთ-ერთი დაღუპულის მშობლების თქმით ოჯახს ეძინა, როდესაც მოულოდნელად ძლიერი გრიგალი ამოვარდა. სახლის კედელი რამდენიმე წამში ჩამოინგრა და გადარჩენისთვის დრო არ დატოვა. 5 ივნისს სტიქია კვლავ დაატყდა თავს რაჯასტანს. შტატს ძლიერმა ჯექა ქუხილმა, გრიგალისებრმა ქარმა და მტვრის ქარიშხლებმა გადაუარა. ბიკანერის ოლქში სახელმწიფო სკოლის სახურავი ჩამოინგრა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, სასწავლო დაწესებულება არ დადეგების გამო დაკეტილი იყო. ფილვარას ოლქში მამაკაცი სასიკვდილო დაჭრა ქარის მიერ მოგლეჯილმა ლითონის გადახურვის ფურცელმა. თოლპურში კი 2 ძმა, რომლებიც ცუდი ამინდისგან თავშესაფარს ცდილობდა მოეძებმა, ჩამონგრეული კედლის ქვეშ დაიღუპა. 2 ძლიერმა შტორმმა რაჯასტანში სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთიან შტატს სიკიმში ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მეწყერი, რომელმაც ავტომობილი მდინარე ტისტაში გადააგდო. მან
მანქანაში 4-სულიანი ოჯახი იმყოფებოდა ბავშვის ჩათვლით. მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ სამძებრო ოპერაციას, თუმცა ადამიანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. 7 ივნისს ძლიერმა შტორმმა მძაფრი ქარით დელის ინდირა განდის სახელობის აეროპორტში გაიარა. შედეგად ავიაკომპანია Air India's 3 თვითმფრინავი დაზიანდა. სეისმური და ვულკანური აქტივობა. 7 ივნისს დილით იაპონიის კაგოსიმას პრეფექტურაში მდებარე ვულკან საკურაძიმაზე ამოფრქვევების სერია მოხდა. მცირე გამონაბოლქვების დაფიქსირება დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო, მოგვიანებით კი მინამიდაკეს კრატერში უფრო მასშტაბური ამოფრქვევა დაიწყო, რომელიც უწყვეტ ფაზაში გადავიდა და დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. ფერფლის შლეიფი კრატერიდან მაქსიმუმ 1300 მეტრამდე აიჭრა და დასავლეთისკენ, კაგოსიმას საქალაქო ნაწილისკენ გადაადგილდებოდა. ქალაქის თავზე ძლიერი ქარი ქროდა, რომლის მძაფრი დაბერვები 18 მეტრს წამში აღემატებოდა. შედეგად ფერფლი ვრცელ ტერიტორიაზე, ძირითადად კი ქალაქის ცენტრში ჩამოცვივდა. ცა შესამჩნევად მოიღრუბლა და დაბნელდა, ხოლო ქუჩები, სახურავები და ავტომობილები ფერფლის ნაცრისფერი ფენით დაიფარა. ვითარება ნალექებმა კიდევ უფრო გააუარესა. ფერფლი წყალს შეერია და წარმოქმნა ეგრეთ წოდებული ფერფლის წვიმა, რომელიც ილექებოდა ზედაპირებზე, ტანსაცმელზე, ველოსიპედებსა და გზის საფარზე, ასევე ხვდებოდა აუზებში. ქუჩების გასაწმენდად კაგოსიმას საქალაქო ხელისუფლებამ ბოლო 11 თვის განმავლობაში პირველად 46 სპეციალიზებული დასუფთავების მანქანა ამუშავა. ამ ეპიზოდამდე ვულკანი საკურაძიმა უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ავლენდა აქტივობის გაძლიერების ნიშნებს. 11 აპრილის შემდეგ აქ კვლავ დაიწყო შესამჩნევი ამოფრქვევებისა და აფეთქებების დაფიქსირება. ხოლო მაისის ბოლოდან იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ხელსაწყოები დედამიწის ქერქის დეფორმაციას არეგისტრირებდნენ, რაც ვულკანური სხეულის გაფართოებაზე მიუთითებდა. გარდა ამისა, 3 ივნისს საველე კვლევის დროს დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის გამონაბოლქვი. დაახლოებით 2900 ტონა დღე-ღამეში, რაც სიღრმული სისტემიდან ვულკანური გაზების აქტიურ მოწოდებაზე მიანიშნებს. რუსეთში ვულკანმა შიველუჩმაც მომატებული აქტივობა გამოავლინა. კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევების რეაგირების ჯგუფის მონაცემებით 6 ივნისს მან ზღვის დონიდან 12 კილომეტრამდე სიმაღლის ფერფლის სვეტი ამოაფრქვია, ხოლო ფერფლის შლეიფი ვულკანიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრზე გავრცელდა. აფეთქების ხანგრძლივობამ დაახლოებით 10 წუთი შეადგინა. ავიაციისთვის საფრთხის ფერადი კოდი წითლამდე, მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა. დასახლებულ პუნქტებში ფერფლის ჩამოცვენა არ დაფიქსირებულა, თუმცა მცხოვრებლებს უსაფრთხოების ზომები შეახსენეს, რადგან ახალი ამოფრქვევების საფრთხე ნარჩუნდება. 2 ივნისს ღამით კალაბრიის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მოხდა ძლიერი ღრმა ფოკუსის მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.1 შეადგინა. ეპიცენტრი ტირენიის ზღვის აკვატორიაში, სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. კერა 259 კილომეტრის სიღრმეზე იყო. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ამგვარ სიღრმეზე მსგავსი მაგნიტუდის მიწისძვრა რეგიონისთვის იშვიათი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბიძგები იტალიის სამხრეთის დიდ ტერიტორიაზე იგრძნობოდა, უპირველეს ყოვლისა კალაბრიაში და ტირენიის სანაპიროს გასწვრივ. შეტყობინებები რყევის შესახებ უფრო დაშორებული რაიონებიდანაც კი შემოვიდა, ლაციოს რეგიონამდეც კი. სახლებში ირწეოდა ჭაღები, ავეჯი, გადაადგილდებოდა საგნები, თუმცა სერიოზული დაზიანებები და დაზარალებულები არ დაფიქსირებულა. დიდმა სიღრმემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ტალღების მაღალი სიხშირის კომპონენტები, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე მკვეთრ და დამანგრეველ რყევას იწვევს, ზედაპირამდე მიღწევამდე დიდწილად შესუსტდა. 7 ივნისს საბერძნეთის კუნძულ ევიას ჩრდილოეთით მიწისძვრების სერია მოხდა. 6 წუთის განმავლობაში დაფიქსირდა 3 ბიძგი, რომელთაგან ყველაზე ძლიერს 5.2 მაგნიტუდა ჰქონდა. ეპიცენტრი სოფელ პროკოპის რაიონში მდებარეობდა. რყევა იგრძნობოდა არა მხოლოდ ევბეაზე, არამედ ატიკაშიც, ათენის ჩათვლით. მთავარი ბიძგის შემდეგ დაიწყო აქტიური განმეორებითი ბიძგების თანმიმდევრობა, ხოლო ღამის განმავლობაში დარეგისტრირდა 70-მდე სეისმური მოვლენა 4.3 მაგნიტუდით. შედეგები ლოკალური აღმოჩნდა. ყველაზე შესამჩნევი დაზიანებები სოფლებში, პროკოპისა და დაფნუსაში დაფიქსირდა. დაზარალდა ძირითადად ძველი საცხოვრებელი სახლები, შენობებში გაჩნდა ბზარები, ზოგან დაზიანდა კედლები და ცალკეული კონსტრუქციული ელემენტები. ქალაქ მანდუდიში მიწისძვრებმა გზებზე მცირე მეწყერები და ქვათა წვენა გამოიწვია.
8 ივნის სტილით ფილიპინების კუნძულ მინდანაოს სანაპიროსთან მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდამ 7.8 შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები უზარმაზარ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. ქალაქ გენერალ სანტოსში, მსხვილ საპორტო ცენტრში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 720,000 ადამიანს შეადგენს, რყევების ინტენსივობამ ფილიპინების სეისმოლოგიური სამსახურის შკალით 7 ბალს მიაღწია. ყველაზე მაღალი ინსტრუმენტული ინტენსივობა 8 ბალი დარეგისტრირდა სარანგანის პროვინციის მუნიციპალიტეტმა ლაპატანში. უკვე რამდენიმე წუთში მოვიდა ცუნამის პირველი ტალღები. მაქსიმალური სიმაღლე თითქმის 1,5 მეტრი დაფიქსირდა სარანგანის პროვინციაში. დაახლოებით 1 მეტრიანი ტალღები შეიმჩნეოდა სამხრეთ მინდანაოს სანაპიროს სხვა მონაკვეთებზეც. ერთ-ერთ სოფელში დაზიანდა ხიმინჯებზე შემდგარი სახლები. ცუნამი ფილიპინების ფარგლებს გარეთაც დარეგისტრირდა. ინდონეზიის კუნძულ სულავესის სანაპიროებთან ტალღის სიმაღლე 83 სანტიმეტრი შეადგინა, ხოლო პალაუსა და იაპონიაში 30 სანტიმეტრამდე. ყველაზე სერიოზული ნგრევა გენერალ სანტოსსა და მეზობელ რაიონებზე მოდიოდა. ქალაქში ჩამოინგრა რესტორნისა და რადიოსადგურის შენობები. დაზიანებები ასევე მიიღო მსხვილმა სავაჭრო ცენტრმა და ნოტრ-დამ და დიანგასის უნივერსიტეტმა. სახიფათო ბზარები გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდის კონსტრუქციაში. დაზიანდა საკომუნიკაციო ანძები, რის გამოც ცალკეულ რაიონებში კავშირი სერიოზულად დაირღვა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც. გზებზე მრავალრიცხოვანი ბზარები გაჩნდა, ხოლო გენერალ სანტოსის საერთაშორისო აეროპორტი უსაფრთხოების შემოწმების დროებით დაიკეტა. გაუქმდა სულ მცირე 63 შიდა რეისი. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მისიებისთვის დაუშვეს. სერიოზული დარტყმა მიადგა ენერგომომარაგების სისტემებსაც. ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 864,000 შინამეურნეობა, განსაკუთრებით სამხრეთ კოტაბატოს, სულთან-კუდარათისა და დავალოს პროვინციებში. შუქისა და კავშირის შეფერხებების გამო დაშორებული რაიონებიდან ინფორმაციის მიღება გართულდა. სარანგანის პროვინციაში მიწისძვრების შემდეგ მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა. მან გლანის მუნიციპალიტეტში მთის ძირას მდებარე სახლები მოიყოლა. ხელისუფლების მონაცემებით, იქ სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. სეისმური მოვლენა სასწავლო წლის პირველ დღეს დაემთხვა და 4 მილიონზე მეტ მოსწავლეს გაკვეთილები ჩაუშალა. ფილიპინების 6 რეგიონში 8500-ზე მეტი სკოლა დაზიანდა, მათგან სულ მცირე 62 კი მთლიანად დაინგრა. მთავარი ბიძგის შემდეგ თითქმის მაშინვე რეგიონში მძლავრი განმეორებითი ბიძგების სერია დაიწყო. 3 საათზე ნაკლებ დროში მოხდა 138 მოვლენა 6.7-მდე მაგნიტუდით და რეგიონში სეისმური აქტივობა არ ცხრებოდა, რაც ძალზედ უშლიდა ხელს სამაშველო სამუშაოების ჩატარებას. 9 ივნისის მონაცემებით დაიღუპა 41 ადამიანი, სულ მცირე 450-მა მიიღო დაზიანება, ხოლო ათობით დაკარგულად ითვლებოდა. მიწისძვრებმა ათობით 1000 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. მიწისძვრა ფილიპინებზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ კატაკლიზმის შედეგები არ მთავრდება იმ მომენტში, როდესაც რყევა წყდება. თუ ადამიანი ცოცხალი გადარჩა, ეს ყველაზე მთავარია. მაგრამ შემდგომ მის წინაშე სხვა კითხვები დგება: სად იცხოვროს, თუ სახლი აღარ არსებობს, როგორ გამოყვებოს ოჯახი, სად ისწავლიან ბავშვები, თუ სკოლა დანგრეულია, როგორ მოაწესრიგოს ყოფა, თუ ირგვლივ ყოველდღიურობის მთელი ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. როდესაც კატაკლიზმის შედეგებზე ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ განადგურების ჩამონათვალი არ არის. ეს არის უამრავი ადამიანის ბედი, რომლებიც ერთ მომენტში ჩვეული ცხოვრებიდან ამოვარდნილნი აღმოჩნდებიან. სწორედ ამიტომ კატაკლიზმების ზრდა მხოლოდ ანგარიშებში მოვლენების რაოდენობის ზრდა არ არის. ეს ასეთი პირადი ტრაგედიების გამრავლებაა. ყოველი ახალი მიწისძვრა, წყალდიდობა, ტორნადო თუ ამოფრქვევა ადამიანებს ყველაფრის გარეშე ტოვებს და მათ ხელახლა უწევთ ცხოვრების აწყობა. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვლენა არ იქცა მეგაკატასტროფად ათობით 1000 დაღუპულით, მისი შედეგები შეიძლება თვეებისა და წლების განმავლობაში გაიცელოს. სტიქიის შემდეგი დარტყმა კი ახლა უკვე უფრო სწრაფად მოდის, ვიდრე საზოგადოება წინა დარტყმისგან აღდგენას ასწრებს. ამიტომ მიმდინარე მოვლენები უკვე აღარ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ცალკეული სტიქიური უბედურებების ერთობლიობა. ჩვენ ვხედავთ ბუნებრივი ანომალიების მზარდ დინამიკას, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ზიანის დაფიქსირებას, არამედ მიზეზების, ურთიერთკავშირებისა და რეაგირებისა და ადაპტაციის შესაძლო სცენარების ღრმა ანალიზს. საზოგადოების ინფორმირებულობამ და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღებამ შეიძლება შექმნას პირობები და მოუკიდებელი სამეცნიერო დისკუსიის
კვლევისა და გლობალურ დონეზე ძალისხმევის გაერთიანებისთვის. ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა, კლიმატოლოგების, გეოფიზიკოსების, ოკეანოლოგების, ვულკანოლოგებისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტთა კონსოლიდაცია ხდება უკვე არა უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელი.